სამწუხარო სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს შორის ყვითელი ავტობუსების ძღოლებსა და მეტროპოლიტენის დაქირავებულ მშრომელთა შორის კიდევ მუსტირებს აზრი გაფიცვებთან დაკავშირებით და ამასთან დაკავშირებით გვაქვს გაფართოებული სხდომა ფრაქციის ქართულ ოცნება თბილისელების ძალიან მწვავედ დგას ხაზგასმით იკვეთება უნდობლობის საკითხი ხელმძღვანელობასა და დაქირავებულ ადამიანებს შორის და ეს არის ძირითადი მიზეზი წლების განმავლობაში დაგრული პრობლემები რომ არ წყდებოდა აქამდე და ეხლა იწყება მართალია ამ პრობლემის მოგვარების გზა მაგრამ ის ხიდი რომელიც აქამდე იყო ჩატეხილი ნამდვილად არ აძლევს საშუალებას რომ კომუნიკაცია გაადვილდეთ კოპლატაძეს ამ შემთხვევაში სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელებს შორის და ამ ადამიანებს შორის კერძოდ პროფკავშირებთან მძღოლებს შორის და ვფიქრობ ეს არის ის ჩიხი ამაც შეიძლება გამოიწვიოს ასე თქვათ უარყოფითი ასე თქვათ ესკალაცია პროცესების და მივიდეთ გაფიცვამდე რომელსაც ისინი ამბობენ ახმოვანებენ ამდენად მე მიმაჩნია საკრებულოს ქართულ ოცნების პოზიცია არის ასეთი რომ გაგრძელდეს რაც შეიძლება ესეთი ინტენსიურ რეჟიმში ეს სოციალური დიალოგი და თუ კი ხელმძღვანელობა ვერ წყვიტავს და არ აქვს უნარი და მოაგვაროს ურთიერთობა თავის თანამშრომლებთან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მე ვფიქრობ გადადგომის შესახებ ამ კონკრეტულ სიტუაციაში როგორც იცით თბილისის მერიის თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყო 20% ყველა თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული კომპანიებისათვის სადაც სახელმწიფო ფონდი გაიზარდოს შემდეგ უკვე კომპანიები თავის მხრივ ახორციელებენ შიდა სტრუქტურებში გადანაწილებას ხელფასების ისე მაქსიმალურად სამართლიანად თანაბრად რაც თავისთავად ან მიმდინარეობს ამ ეტაპზე ეს თანამშრომლებისთვის გაცნობა შეჯერება და უკვე მაშინ გაფორმდება ახალი ხელშეკრულებები და გაგრძელდება მუშაობა გარკვეულ ეტაპზე შეთანხმება მიღწეულია არის რა თქმა უნდა 100 და სხვადასხვაობა ვინაიდან იცით რომ სატრანსპორტო კომპანიაში მუშაობს 5414 ადამიანი შესაბამისად ამეთანხმებით საკმაოდ დიდი კომპანიაა შესაბამისად 100%-იანი კმაყოფილი შეიძლება ადამიანი არ იყოს იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში ხელფასი არ არის ის ხელფასი დღეს საქართველოს პირობებში არა მარტო სატრანსპორტო კომპანიაში არამედ ზოგადად ქვეყანაში ასე რომ ვფიქრობ რომ უახლოეს ხანებში ვინაიდან უკვე ამ პროცესში თბილისის მერიის გარდა ჩაერთო უკვე საკრებულოს შესაბამისად მე ვფიქრობ რომ უკვე მას შემდეგ რაც მოხდება ყველა დაინტერესებულ მხარესთან იმის შეჯერება იმ კონკრეტული ფაქტების გაცნობა და ჩახედვა და გარკვევა იმ ფაქტური შესაძლებლობების რაც შესაძლებელია დღეს მე ვფიქრობ რომ უკვე არანაირი პრობლემა მომავალში არ იარსებებს ამ კუთხით უნდა მოხდეს ასეთნაირად რომ ეს პროცენტული გადანაწილება დაერქვას ზუსტად პროცენტულს და არა მძიმეს და მავნეს ეს ერთადერთი მეორე აუცილებლად მოხდეს იმ პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული თანამშრომლების აღდგენა მესამე უნდა მოხდეს წარმოებაში ყველა ვარიანტში თანრიგებისა და კლასების აღდგენა რადგან ეს ყველაფერი 6 წლის წინ აბსოლუტურად გაანულეს აღარაფერი აღარ არის კლასები და თანრიგები ეს გახლავთ ზუსტად პროფესიონალიზმის მაჩვენებელი და მე არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ გუშინდელი მოსული ადამიანი რომელიც მოდის მეტროპოლიტენში ეს არ ნიშნავს იმას რომ ეს არის რაღაც გარკვეული ანუ გამიგებს სხვა მუშაკები ასე, მაგრამ არ არის ეს ავეჯის ცეხი, ეს არის ზუსტად ის კონტინგენტი, რომელსაც გადამზადება ჭირდება, რომელსაც პრაქტიკის გავლა ჭირდება და ამის შემდეგ კავდებიან, ხოლო და იღებენ კლასებს და თანრიგებს. აი ამ კლასებისა და თანრიგების მიხედვით ხდება ზუსტად მერე ხელფასების გადანაწილება. ეს ყველაფერი გაუქმებულია და იმ ხელფასების გაცემით, რაც ახლა დღეს ხდება ჩვენთან კომპანიაში და ადმინისტრაციულ ერთეულზე, როდესაც ივლისის თვეში მოხდა უფრო მაღალი ხელფასებისთვის გაცემა, ახლა არ ხდება. ამას ჩვენ არ ვეთანხმებით. აუცილებლად უნდა მოხდეს ბრძანებით დანიშვნა. წარმოებაში დაბლა ჩადის ინდივიდუალური ხელშეკრულებები. ეს არ არის რაღაც მაწვნის ქარხანა და ეს არ არის სადღაც სოფლის მიჯურღმული, ეს არის დედაქალაქის არტერია, სადაც აუცილებლად უნდა იყოს ბრძანებით დანიშვნები. ვფიქრობთ, რომ დღეს აუცილებლად დაეგზავნება, დიახ, გაფრთხილების ფორმით დაეგზავნება ქალაქის მერს, წერილი ასევე გაეგზავნება ბატონ ლევან კოპლატაძის ამ საკითხებთან დაკავშირებით და ორი კვირის გამაფრთხილების ვადის გასვლის შემდეგ იქნება გამაფრთხილებელი გაფიცვა. ალბათ ვფიქრობ, რომ უკვე ეს ფართო მასშტაბიანს მიიღებს როგორც ავტობუსების, ისე მეტროპოლიტენის.